ჩვენი პროფესია სოფლიოში ტოპ 3-აშია შესული. სამართლის და მედიცინის გვერდით. და წლევანდელი არ ვიცი, მაგრამ წინა 5 წელი კოვიდიდან წინა წლამდე შეიძლება წელსაც არ ვიცი, ეროვნული გამოცდების ნუსხაში პირველ ადგილზე იყო ფსიქოლოგია. ამიტომ ესეც რაღაცის შესახებ მეტყველებს, ხო? შეიძლება ის რომ უაღრესად აქტუალური გახდა და სფერო აღარ დარჩა ბავშვებო, სადაც ფსიქოლოგია არ შევიდა. კულინარიაშიც გვაქვს და კოსმოსის ფსიქოლოგიაც გვაქვს უკვე. შესაბამისად, ახლა მე ხშირად მეკითხებიან, რომ აი სად უნდა ვიმუშაოთ, არ ვიცი. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს თქვენი ინდივიდუალური ინტერესი განსაზღვრავს ამას. მე აქეთ გაგიშვებ თუ იქით გაგიშვებ, ნახე შენი თავი უნდა დაინახო ამ პროფესიაში. შენ უნდა ამოიზარდო და გაიზარდო ამ პროფესიაში. აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე. ხო? ნახეთ საჭიროებაც როგორ დადგა. სტატისტიკა მზარდია, მაგრამ არანაირი ცოდნა არ გაწყენთ დამიჯერეთ. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ჩემი სფერო თუ არ არის განსაზღვრო. ამიტომ ნებისმიერი ცოდნა ნამდვილად გამოსადეგარია და თქვენი განსასაზღვრია. მე ჩემ თავს ამაში ვხედავ თუ ვერ ვხედავ.